საღამომშვიდობისა და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გადაცემაში On the Record. ეს არის i24 News English-ის სიღრმისეული ინტერვიუს შოუ. ბოლო ომმა ირანთან აჩვენა უპრეცედენტო სამხედრო თანამშრომლობა შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის. ისტორიაში პირველად ამერიკელმა და ისრაელელმა ძალებმა იბრძოლეს გვერდ-გვერდ, კოორდინირებდნენ თითოეულ მოქმედებას და მიაღწიეს გამორჩეულ წარმატებებს ბრძოლის ველზე. ამასთან ერთად შეასუსტეს ირანის სამხედრო შესაძლებლობები. მაგრამ ჩანს, რომ ეს უპრეცედენტო სამხედრო ერთსულოვნება სრულ დიპლომატიურ კოორდინაციაში არ გადაიქცა. ისრაელელ და ამერიკელ ლიდერებს შორის უთანხმოებები ჩნდება, ხშირად საჯაროდაც კი, ირანთან ომის დასრულების შეთანხმების პირობებთან დაკავშირებით. ზოგიერთი ანგარიშის მიხედვით, ეს უთანხმოებები მკაცრ დიალოგებში გამოვლინდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის, რაც კითხვებს აჩენს აშშ-ისა და ისრაელის კოორდინაციის მომავალზე გაძლიერებული და რადიკალიზებული ირანის რეჟიმის ფონზე. ამ ყველაფრის გასაშიფრად დღეს საღამოს ჩემთან ერთად არის მაიკლ ორენი. ორენი იყო ისრაელის ელჩი შეერთებულ შტატებში 2009 წლიდან 2013 წლამდე. ვაშინგტონიდან დაბრუნების შემდეგ ორენი აირჩიეს ქნესეთში, ისრაელის პარლამენტში კულანუს პარტიიდან 2015 წელს. ის ასევე მსახურობდა მინისტრად პრემიერ-მინისტრის ოფისში. ელჩო ორენ, დიდი მადლობა რომ შემომიერთდით ამ საღამოს. სასიამოვნოა თქვენთან ყოფნარიო. მინდა დავიწყო იმით, რომ მოგასმენინოთ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი-დი ვენსის ბოლო განცხადება, რომელშიც მან გააკრიტიკა ისრაელის კაბინეტის წევრები ირანთან მემორანდუმის შექმნის შესახებ მათი კრიტიკის გამო. მოდით გადავხედოთ. Donald J. Trump არის ერთადერთი სახელმწიფოს მეთაური მთელ მსოფლიოში, რომელიც ამ მომენტში თანარგზნობით ეკიდება ისრაელის ერს. და ის არის მსოფლიოს ზესახელმწიფოს ხელმძღვანელი. თუ მე ისრაელის მთავრობის კაბინეტში ვიქნებოდი, შეიძლება ავარ დამეტაკა ერთადერთი ძლიერი მოკავშირე, რომელიც მთელ მსოფლიოში დამჭა. და მეორე გზავნილი, რომელსაც ამ კაბინეტის ზოგიერთ წევრს მივცემდი, ბიბი, მის სასარგებლოდ უნდა ითქვას, ამ გზაზე არ წასულა. მაგრამ ისრაელის კაბინეტის იმ წევრებს, რომლებიც შეერთებული შტატების პრეზიდენტს ესხმიან თავს, კიდევ ერთი რამ, რასაც ვიტყოდი, არის ის, რომ ბოლო 3 თვის განმავლობაში თქვენი სამშობლოს დამცველი იარ არის 2/3 ამერიკელების მიერ აშენდა და ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულითაა დაფინანსებული. Israel's problem with Donald J. Trump-ი არ არის. და ისრაელში ვინც ფიქრობს, რომ მათი ყველაზე დიდი პრობლემა შეერთებული შტატების პრეზიდენტია, უნდა გამოხიზლდეს და რეალობას შეხედოს, რომელშიც ეს ქვეყანა იმყოფება. როგორც მოვისმინეთ, როდესაც ჯეი-დი ვენსი ამბობს, რომ აშშ-ში არის ბოლო დარჩენილი გლობალური ძალა, რომელიც ისრაელის მიმართ სიმპათიით არის განწყობილი, ცდება ის? ის ფაქტობრივად ცდება. Karj. ომის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ეწვია ისრაელს. იცოდა, რომ ომი დაიწყებოდა. ეს არის ქვეყანა, რომელიც დაახლოებით 4-ჯერ დიდია შეერთებულ შტატებზე. და სავარაუდოდ ამ საუკუნის დომინანტი ეკონომიკა იქნება. ასე რომ ფაქტობრივად ის ცდება, როცა ფიქრობს, რომ ეს მინისტრები უსამართლოდ აკრიტიკებენ შეერთებული შტატების პრეზიდენტს. და შეერთებული შტატების პრეზიდენტი ნამდვილად იყო გარკვეულ წერტილამდე ყველაზე დიდი მეგობარი, რომელიც ოდესმე ყოლია თეთრ სახლში. და შემიძლია ნახევარი საათი ვილაპარაკო იმ სხვადასხვა მიღწევებსა და ჟესტებზე, რაც მან ისრაელის სახელმწიფოს მიმართ გააკეთა. მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია გაერთიანებული იერუსალიმის ჩვენი დედაქალაქად აღიარება და ჩვენს გვერდით ბრძოლა ოპერაცია ეპიკური რისხვის დროს. ეს მართალია და ვფიქრობ მინისტრებს კარგით შევაიქნებოდა, რომ ასეთი განცხადებები არ გააკეთონ, უფრო პირდაპირ ვთქვათ, უბრალოდ პირი დაიხურონ. ეს საერთოდ არ ეხმარება საქმეს. მაგრამ თუ ასეა დონალდ ჯეი ტრამპი არ იქნება პირველი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელსაც პრობლემა ექნება ისრაელის პოლიტიკის დაძაბულ და კონფლიქტურ ბუნებასთან. როდო, რადგან ისინი ამერიკელები არ არიან. და ვერ ხვდებიან, რომ როცა პრეზიდენტი ირჩევს თავის კაბინეტს და ყველა კაბინეტის წევრი ერთგულია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჩვენ ასეთი სისტემა არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს კოალიციური სისტემა, სადაც თითოეული კაბინეტის მინისტრი პოტენციური მეტოქეა პრემიერ-მინისტრისთვის და ყოველთვის და მუდმივად აწარმოებს კამპანიას. იცი დორის კემსის ცნობილი წიგნი, იცი მეტოქეთა გუნდი ლინკოლნზე. ამერიკელებმა არ იციან მეტოქეთა გუნდის შესახებ. კარგი? ისრაელის პრემიერ-მინისტრი რეალურად იჯდა იმ ბრონკოზე, იცი, იმ როდეოზე სულ. და მინისტრები ყოველთვის ასე მოიქცევიან. და ხო, არის ეს ცნობილი გამონათქვამი, რომ ისრაელს საგარეო პოლიტიკა არ აქვს, მხოლოდ შიდა პოლიტიკა. ხო,
სხვათა შორის, ყველა ქვეყანას ასე აქვს. ფიქრობ ეს უსამართლო იყო. ეს იყო კისინჯერის ფრაზა და სინამდვილეში უსამართლოა. თითქოს შეერთებული შტატები, თითქოს პრეზიდენტი ტრამპი არ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს ირანთან მიმართებაში, იმიტომ რომ შუალედურ არჩევნებში წაგების ეშინია. კარგი, ანუ ამბობთ, რომ ეს არ არის არანორმალური, მაგრამ რაც მინდა კითხოთ, არის თუ არა რეალურად განხეთქილება პრემიერ-მინისტრ ნეთანიაუსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის, თუ ეს უბრალოდ მედიის გადამეტებაა, როგორც ხშირად ხდება, განსაკუთრებით ამ საკითხთან დაკავშირებით. და ამ კითხვაზე პასუხი შეიძლება იყოს დიახ. რადგან ჩვენ უკვე გვინახავს, რომ ამ ორ ბატონს შორის ადრეაც ყოფილა განხეთქილებები, რომლებიც ძირითადად იცით თამაშს გავდა და ირანელებისა და სხვების დასაბნევად იყო განკუთვნილი. ჩვენ არ ვიცით, მე არ ვიცი. როგორც ჩანს, ძალიან საჯარო განხეთქილებაა და შეიძლება ითქვას, რომ ეს უფრო საჯარო, ან უფრო ხრმა განხეთქილებაა, ვიდრე წინა პერიოდებში გვინახავს. და თუ გადახედავთ იმას, რაც რეალურად წერია ურთიერთგაგების მემორანდუმში შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის, ეს არის დოკუმენტი, რომლის შესახებაც, როგორც ამბობენ, ისრაელი არ იყო კონსულტაციაში ჩართული. არ ეხება არც ერთ მთავარ საკითხს, რომელიც ომის დასაწყისში ორივე ქვეყანამ დააყენა, რაც მხოლოდ ირანის ბირთვული პროგრამის ლიკვიდაციას არ გულისხმობდა და მე ვგულისხმობ ლიკვიდაციას, დაშლას, არა 10 ან 20 წლით გადადებას, არამედ იმ ბირთვული მტრის მოცილებას, რასაც პრეზიდენტი უწოდებს, მაგრამ ჩვენ საუბრობთ ათასობით ფუნტს მაღალ გამდიდრებულ ურანზე, რომელიც საკმარისია მრავალი ბირთვული იარაღისთვის. ირანის ბალისტიკური რაკეტების სისტემის, ამ მისი პროგრამის ლიკვიდაცია და ირანის მხარდაჭერის შეჩერება იმ ჯგუფებისთვის, რასაც ისინი ჩემი აზრით ეუფემისტურად მარიონეტულ დაჯგუფებებს უწოდებენ. ჩვენ ტერორზე ვსაუბრობთ. ირანი მსოფლიოში ტერორიზმის ყველაზე დიდი სახელმწიფო მხარდამჭერია. ამაზე მემორანდუმში არაფერია ნახსენები, სინამდვილეში ისრაელი მემორანდუმში საერთოდ არ ჩანს. როგორც ჩანს, მემორანდუმი ისრაელის ხელებს ლიბანში აბამს. აქ ადმინისტრაცია მუშაობდა, თქვათ, ორივე მხარეს. ერთი მხრივ ისინი ეუბნებიან ირანელებს, რომ დათანხმდებიან მათ მოთხოვნას, რომ ლიბანი იყოს ამ შეთანხმების ნაწილი და ეს ამყარებს მემორანდუმის გახსნას. ის იწყება ლიბანით. ეს არის პუნქტი აქ და ლიბანი ესეა. და ძირითადად ამბობს, რომ იცით არ იქნება ხორმუზის სრუტის გახსნა ან ხელახლა გახსნა, თუ ისრაელის ხელები არ იქნება შეკრული ჰეზბოლას წინააღმდეგ ბრძოლაში. ჰეზბოლა დაცულია და ირანის ფაქტობრივი ჰეგემონია ირანზე აღიარებულია. აი ამას ამბობს. გაგი აი ამას ამბობს. მეორე მხრივ, შეერთებულმა შტატებმა აქტიურად იმუშავა ლიბანს შორის სამშვიდობო შეთანხმების დასასრულებლად. კი, სწორია. ლიბანზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. არ მინდა მოვლენებს გაუსწრო, მაგრამ მინდა გავაგრძელო, რადგან თქვით, რომ განხეთქილებაა. თქვენი აზრით, რა იყო გადამწყვეტი მომენტი? შეგიძლიათ დაასახელოთ კონკრეტული მომენტი, როცა თქვით, რომ სწორედ აქედან დაიწყო ურთიერთობის გაუარესება. და ნება მომენტს თამას ერთი დამატებითი კითხვა დავუმატო. თქვენს გამოცდილებაში, ოდესმე გინახავთ ესეთი მკაცრი რიტორიკა, ან თუნდაც გინება პრემიერ-მინისტრ ნეთანიაუს მიმართ, ან თუნდაც პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან. და მე ახლა ვეუბნებოდი ვიღაცას სტუდიის გარეთ, რომ ვიცით, ჩვენ უპრეცედენტო სიტუაციაში ვართ, ჩვენი ურთიერთობის მხრივ შეერთებულ შტატებთან, მსოფლიოსთან. და თქვი, ეს სიმართლე არ არის. იო, ტიპურის ომის შემდეგ ჩვენი ეკონომიკის 50% მიდიოდა ომის ვალის მომსახურებაზე. იმ ომში ორჯერ მეტი ადამიანი დაგვეუყვა ვიდრე ამ ომში, მათ შორის 7 ოქტომბერს სამკვირიან პერიოდში, მაშინ როცა მოსახლეობა დღევანდელის მესამედი იყო. ჩვენ არ ქონდა ურთიერთობები ჩინეთთან, ჩვენ არ ქონდა ურთიერთობები საბჭოთა ბლოკთან. რკინის ფარდის მიღმა 3 მილიონი ებრაელი იყო ნონწყდეული და იმ დროს 24 აფრიკულმა ქვეყანამ გაწყვიტა ჩვენთან ურთიერთობა არც ეგვიპტესთან მშვიდობა, არც იორდანიასთან მშვიდობა, შემიძლია გავაგრძელო. ამ ქვეყანაში არაერთხელ ყოფილვართ ძალიან რთულ მდგომარეობაში. ასე რომ ეს არ ნიშნავს, რომ დღეს რთულ მდგომარეობაში არ ვართ. და უფრო ზუსტად ვიტყვი და ჯერ კიდევ არ მივდივარ თქვენს კითხვამდე, ბოდიში ხდით არისო, მაგრამ ეს არის პირველი შემთხვევა ჩვენს ისტორიაში, როდესაც შეერთებულ შტატებში არ გვაქვს ვის მივმართოთ. რას ნიშნავს ეს? ყოველთვის როცა ქონდა დაპირისპირება რომელიმე პრეზიდენტთან, ან კონგრესთან, ან კონგრესში მივდიოდით პრეზიდენტის წინააღმდეგ, ან პრეზიდენტთან მივდიოდით კონგრესის წინააღმდეგ, ეს აღარ შეგვიძლია, რადგან აღარავინ, ან ძალიან ცოტა წარმომადგენელი ან სენატორი დაიჯერს ჩვენს მხარეს დონალდ ტრამპის წინააღმდეგ და დემოკრატებთანაც ვერ მივალთ. ასე რომ გამოსავალი აღარ გვაქვს, აღარავინ დარჩა ვისაც შევჩივრეთ და ეს ნამდვილად უნიკალურია ჩვენს ისტორიაში. ასევე აღნიშნავ ვიცე-პრეზიდენტის კიდევ ერთ კომენტარს, რომელიც აქ არ იქნა ციტირებული, სადაც მან თქვა, რომ შეერთებულ შტატებსა და ისრაელს ზოგჯერ ერთნაირი შეხედულებები გვაქვს, მაგრამ სხვადასხვა ინტერესები გვაქვს. და ვფიქრობ, ეს კომენტარი ფაქტის კონსტატაცია იყო, ეს ტაუტოლოგია იყო. შეერთებული შტატები დიდი ქვეყანაა, ის შორსა ახლო აღმოსავლეთისგან. მას ირანის მხრიდან დაუყოვნებელი განადგურების საფრთხე არ ემგრა.
და ჩვენ იცით ირანის მეზობლად ვართ და ამ მხრივ საფრთხის ქვეშ ვიმყოფებით. და ვფიქრობ საბოლოოდ საქმე სწორედ ამაზე დადის. ეხლა თქვენს კითხვაზე გადავდივარ. ბოდიში. რა არის გადამწყვეტი წერტილი? აი იყო გადამწყვეტი წერტილი. ჩემი წყაროებიდან ვიცი რომ გადამწყვეტი წერტილი იყო პილოტის ჩამოგდება ირანში. ეხლა დაფიქრდი ამაზე. ეს იყო დიდი ოპერაცია იმ პილოტის გადასარჩენად და საბედნიეროდ ის გადაარჩინეს. მე ვფიქრობ რომ ისრაელის როლი ამ გადარჩენის ოპერაციაში საჯაროდ არ გახმაურებულა. ეს როლი საკმაოდ მასშტაბური იყო. და თუ ის პილოტი ტყვედ ჩავარდებოდა, თეირანის ქუჩებში გაატარებდნენ და დაამცირებდნენ და შესაძლოა კიდევ უარესი რამ დაემართებოდა, მაშინ პრეზიდენტზე ომის დასრულების ზეწოლა აუტანელი და შეუჩერებელი იქნებოდა. ეხლა დაფიქრდით ამაზე. ქვეყანა ომში მიდის და ომს დაასრულებს. თუ ერთ პილოტს დაკარგავს, ტყვედ ჩავარდნელს. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ძალიან ხელძაბზე მოქმედებდით ამ ომში პრეზიდენტთან ერთად. და ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, მათ შორის ისიც, რომ ადმინისტრაციამ არასდროს მოახდინა ამ ომის ადეკვატური გამართლება ამერიკელი საზოგადოებისთვის. და სხვათა შორის ეს ძალიან მარტივი საქმე იყო. მე საჯაროდ ვამბობ, რომ ეს უდავო საქმე იყო, რადგან შეერთებული შტატები, რადგან ირანი. ირანს აჩაუდენია მხოლოდ ერთი საომარი აქტი შეერთებული შტატების წინააღმდეგ, არამედ 1979 წლიდან მოყოლებული. და როცა ხალხი ომს არალეგალურს უწოდებს, თავს ვიქექა. მაგრამ სათქმის პილოტის ჩამოგდება განხეთქილებას შორის, იმ მომენტში პრეზიდენტი უკვე გადიოდა. მას სურდა წასვლა. იმ ინციდენტის შედეგად. ხო, მე ვფიქრობ ეს აჩვენა, რამდენად თხელი იყო ეს ხაზი. და ჩვენ ჩართული ვიყავით, ჩვენ სრულად ჩართული ვიყავით. და დღესაც შიგნით ვიქნებოდით. თუ დღეს ომს განაახლებდა, ჩვენ თლიანად შიგნით ვიქნებოდით. ამერიკელი ხალხი შიგნით არ იქნებოდა, მაგრამ ისრაელის ხალხი უმრავლესობით შიგნით იქნებოდა. ამიტომ ინტერესების განსხვავება იყო. არ ვიცი პრეზიდენტს ეგონა თუ არა, რომ ეს ოპერაცია იქნებოდა მსგავსი მადუროს ოპერაციისა ვენესუელაში. თითქოს სწრაფი გამოსავალი იქნებოდა. იცით, ალბათ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ნეთანიაჰუს ადანაშაულებდნენ ამ ბრალდებით და კიდევ ერთხელ ამას ვერ დავადასტურებთ. იყო ინფორმაცია New York Times-ში, რომ ნეთანიაჰუმ და შემდეგ მოსადმა დაარწმუნეს ტრამპი, თითქოს ეს მარტივი ოპერაცია იქნებოდა და ირანის რეჟიმი სწრაფად დაეცემოდა. ჩვენ ეს არ ვიცით. მე პოლიტიკაში, დიპლომატიაში და ისტორიაში საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს იმისთვის, რომ თქვა, მხოლოდ ერთი სტატიის საფუძველზე New York Times-ში თელ თეორიას ვერ ააგებ. სტატიებზე რო საუბრობთ, მინდა წაგიკითხოთ რაღაც, რაც თქვენ დაწერეთ ბოლო ავტორულ სტატიაში სათაურით. ისრაელს სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ღია კონფლიქტზე წავიდეს ტრამპთან. ამ სტატიაში თქვენ წერთ: ყოველ ჯერზე, როცა ისრაელი თეთრ სახლს უპირისპირდებოდა და ომში შედიოდა, ჩვენ ამერიკის პატივისცემა ვიმსახურებდით. ყოველ ჯერზე, როცა ზეწოლას ვემორჩილებოდით და თავშეკავებას ვიჩენდით, ამერიკის უპატივცემულობას ვიმსახურებდით. შემდეგ კი ამბობთ, რომ ისრაელმა უნდა აჩვენოს, რომ არც აშშ-ის ვასალია და არც მისი 51 შტატი, არამედ სუვერენული ქვეყანაა, რომელსაც აქვს ურყევი ვალდებულება დაიცვას თავისი ტერიტორია და მოქალაქეები. საბოლოოდ თუ ისტორიას მივენდობით, ტრამპი ამის გამო პატივს გცემს. რას ნიშნავს თეთრი სახლის წინააღმდეგ წასვლა? ირანზე შეტევა ამერიკის დამტკიცების, მწვანე შუქის ან კოორდინაციის გარეშე. როდესაც ამბობთ, რომ ტრამპს დაუპირისპირდეთ ან ღია კონფლიქტის რისკზე წახვიდეთ, რას ნიშნავს ეს? თუ გინდა თელ ისტორიასაც გიამბობთ, მაგრამ რაც იქ დავწერე, ფაქტობრივად სიმართლეა. ჩვენ ომი გქონდა 1948, 1946, 1967 წლებში. შეერთებული შტატების სურვილის წინააღმდეგ. და 1991 წელს პირველი სპარსეთის ყურის ომის დროს ამერიკის ზეწოლას დავემორჩილეთ და ომში არ ჩავერთეთ. და მრავალი ოპერაციის დროს, რომელიც ჰეზბოლას წინააღმდეგ ჰქონდა და რა თქმა უნდა ჰამასის წინააღმდეგაც, შეერთებული შტატები ყოველთვის გვეუბნებოდა, რომ შეგვეწყვიტა. ამერიკამ 1946 წლიდან ყოლებული ყველა ომსა და ყველა ოპერაციაზე, რაც იქონია, გვეუბნებოდა, რომ შეგვეწყვიტა. და ყოველ ჯერზე, როცა ამ ზეწოლას დავემორჩილეთ, მხოლოდ უპატივცემულობა მივიღეთ. ყოველ ჯერზე, როცა წინააღმდეგობა გაუწიეთ, პატივისცემა მივიღეთ. 67 წლის ომი ამის კლასიკური მაგალითია. პრეზიდენტ ჯონსონს კატეგორიულად არ სურდა, რომ ომი დაგვეწყო. და სწორედ ამ ომის მეშვიდე დღეს ის ისრაელის უდიდეს მეგობრად იქცა. ეხლა 2026 წელს რას ნიშნავს თეთრი სახლისთვის წინააღმდეგობის გაწევა? გულისხმობ იმას, რომ თეთრი სახლი ამბობს, თუ ჰეზბოლა გააგრძელებს ამ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილის საცხოვრებლად უვარდისად ქცევას და მოდი ულწრფელად თქვათ ეს. არ ვიცი, ყავს თუ არა შვილები, მაგრამ თუ ვარიელ. გყავს ორი პატარა შვილი. კარგი. დღეს გადახვიდოდი მატულაში. არა, კარგი. აი აქ ვამთავრებ ჩემს არგუმენტს. ამ ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილი საცხოვრებლად უარგისია. ეს არ არის სტრატეგიული საფრთხე. ეს არის ქვეყნისთვის ეგზისტენციალური საფრთხე. თუ ჩრდილოეთს დავკარგავთ, ყველაფერი დასრულებულია. და ჰეზბოლა ამას გაიგებს, რადგან ჰეზბოლას რაკეტებს შეუძლიათ ბევრად ჩრდილოეთ გალილიაზე შორს მიაღწიონ. მათ შეუძლიათ აშდუიათ, აშდოდამდე, აშკელონამდე მიღწევა. და ისინი ამას გააცნობიერებენ. ასე რომ ეს ეგზისტენციალური საფრთხეა.
ასე რომ მანევრის საშუალება არ გვაქვს. ჩრდილოეთის დაცვა ჩვენი ერთადერთი არჩევანია. ეხლა მემორანდუმის თანახმად ეს აუცილებლად გამოიწვევს დაპირისპირებას ტრამპის ადმინისტრაციასთან. და ასეც მოხდა. ვგულისხმობ იმას, რომ გავრცელებული ინფორმაციით პრეზიდენტმა სხვადასხვა უხამსი სიტყვებით უყურა ნეთანიაჰუს იმის გამო, რომ ის აგრძელებდა დაბომბვას დაჰიეში, ჰეზბოლას შტაბ-ბინაში ბეირუთში. შენ არ გვაქვს არჩევანი. ეს მხოლოდ პოლიტიკური გადარჩენა არ არის ნეთანიაჰუსთვის. თუ ის ამას არ გააკეთებს, აუცილებლად წააგებს არჩევნებს. მაგრამ ეს ამ ქვეყნის გადარჩენასაც ეხება. ამიტომ კი უნდა დაუდგეთ მტკიცედ. ვფიქრობ, საბოლოოდ თუ საკუთარ თავს დავიცავთ და ასეთ ზეწოლას არ დავემორჩილებით, უფრო მეტ პატივისცემას მივიღებთ ვიდრე პირიქით. ეს ნიშნავს იმას, რომ ირანი უნდა დაბომბოთ მაშინ, როცა ისრაელი საჭიროდ ჩათვლის, მიუხედავად ვაშინგტონის პოზიციისა. ფიქრობ, იცი, მაპატია რომ ამას ვამბობ, ცოტა ახალგაზრდა ხარ, შეიძლება არ გახსოვდეს კლინტ ისტუდის ბინძური ჰარის ფილმები 1970-იან წლებში. მსმენია მათ შესახებ. მას ჰქონდა ცნობილი ფრაზა. ის ეუბნება, მაგალითად, ბოროტ მოქმედს. ეუბნება, მიდი დააჭირე სასახლეც. გამიხარე დღე. გამიხარე დღე და ამას ირანელებს ეუბნებენ. გამარჯობა ყველას. თუ ჰეზბოლა გააგრძელებს რაკეტების გაშვებას, დრონების, ოპტიკურ კაბელიანი დრონების გაგზავნას გალილეაზე, ჩვენ არ გავაგზავნეთ ჩვენს ჯარს გალილეაზე. ჩვენ არ გვაქვს სხვა პასუხი, სხვა არჩევანი გარდა იმისა, რომ ძალით უპასუხოთ. თუ ირანი შემდეგ გამოგვიგზავნის რაკეტებს, ეს იქნება ჩვენი შესაძლებლობა გავაკეთოთ ის, რაც ომის დროს არ გაგვიკეთებია. კარგი. მაშ, შენ ეს საკმარისად მტკიცედ ჟღერს. კარგი. ზუსტად ესე. მაგრამ რასაც ვამბობ, ეს პოლიტიკური პოზიცია არ არის. ეს არც კი არის სტრატეგიული ანალიზი. ეს ისრაელის სახელმწიფოს რეალობაა. ამიტომ ისრაელის დაცვა ნებისმიერ ფასად. დიახ, იმიტომ რომ ეს სახელმწიფოს არსებობის საკითხია. სწორია, ეს პირდაპირ სახელმწიფოს არსებობის საკითხია. და არავის უწევს, არც შენ, არც ბევრ ადამიანს, ვისაც პატარა ბავშვები ყავს, არ აპირებს ხვალ მატულაში ან ქირიათ-შუანაში გადასვლას. ეხლა შენ, არა მხოლოდ შენ, არამედ მემორანდუმიც კი ამ კავშირს ამყარებს ირანსა და ლიბანს შორის. და მინდა რომ შენთან ერთად გადავიდე. ძირითადად ჩვენ ვხედავთ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ორ ხმას ლაპარაკობს. ერთი არის გზა, რომელსაც JD Vance ხელმძღვანელობს ირანთან მოლაპარაკებებში, მემორანდუმი, რომელიც როგორც შენ აღნიშნავ მის პირველ პუნქტში, თეირანს აძლევს საბოლოო სიტყვას ლიბანში არსებულ სიტუაციაზე. და შემდეგ არსებობს ალტერნატიული პარალელური გზა, რომელსაც ASHS-ში სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო წევს წინ. ის ცდილობს პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებას ისრაელსა და ლიბანს შორის, ჯერ ჰეზბოლას განიარაღებისთვის და შემდეგ შესაძლოა მშვიდობისთვის. ამიტომ ჩემი კითხვა ესეთია. ერთი მხრივ ეს შეიძლება ჩანდეს როგორც არათანმიმდევრული სტრატეგია, ან მეორე მხრივ ეს შეიძლება იყოს ერთგვარი ხრიკი. ირანის მოტყუების მცდელობა, რომ ხელი მოაწერონ ურთიერთგაგების მემორანდუმს, თითქოს აი თქვენ გაქვთ ეს კავშირი ირანთან. მაგრამ სინამდვილეში, როცა ალტერნატიულ გზას ირჩევ ისრაელსა და ლიბანს შორის, შემდეგ ირანელებთან ბრუნდები და ეუბნები. ნახეთ, ეს ორი სუვერენული ქვეყანაა, რომლებმაც ერთმანეთთან შეთანხმებას მიაღწიეს. ჩვენ ვერ შეძლებთ უბრალოდ ჩვენი ნება მოვახვიოთ მათ, ისევე როგორც თქვენ ვერ მოახვევთ თქვენს ნებას მათზე. მოგვიწევს, ეს პროცესი დამოუკიდებლად წავიდეს წინ. რომელი ამ სცენარებიდან გონიათ უფრო რეალური და ისევ იგივე პასუხი, ან სტრატეგიის არარსებობა. დიახ. ორივე კითხვაზე პასუხი არის დიახ. გინდათ ერთი ან მეორე. სინამდვილეში ორივე გინდათ. და ეს კლასიკურია. არსებობს სტრატეგია და არსებობს მთავარი სტრატეგია. ეს კლასიკურია. ეს ტიპური დონალდ ტრამპია. ეს მისი კლასიკური ხელწერა. ის ყველას აბნევს, არავინ იცის რას აპირებს, მხარს უჭერს თუ არა JD Vance-ის გზას, მხარს უჭერს თუ არა რუბიოს გზას. და ყველა დაბნეულია. და იცით, ამაში გარკვეული უპირატესობაა. გულისხმობ, მრავალი წლის განმავლობაში ჩემი კრიტიკა ისრაელის თავდაცვის პოლიტიკის მიმართ იყო ის, რომ ჩვენ ზედმეტად პროგნოზირებადები გავხდით. და დონალდ ტრამპი, როგორც წესი, არაპროგნოზირებადი იყო. კარგი. ჩვენ ისრაელში უნდა მოვემზადოთ ყველა სცენარისთვის. ეს ჩვენი სუვერენული პასუხისგებლობა. იქნება ეს სცენარი, როცა შეერთებული შტატები და ირანი რეალურად დადებენ შეთანხმებას მემორანდუმის საფუძველზე, რაც ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ ჩვენ უნდა მოვემზადოთ ამ სცენარისთვის, როცა ირანი მიიღებს ათეულობით მილიარდ დოლარს და თქვენ იცით საწავა ეს ფული. და ბირთვული პროგრამა შეიძლება უდნავ გადაიდოს, ჩვენ არ ვიცით. მაგრამ ის სხვა ასპექტები, რასაც ამ ომში ვეძებდით, ბალისტიკური რაკეტები, ტერორიზმის მხარდაჭერა, არ იქნება განხილული და მოგვიწევს მოვემზადოთ შემდეგი ომისთვის ირანთან.
ხო ასეა. ეს ერთ-ერთი გზაა ამის გაკეთების. მეორე გზა კი ისაა, რომ ადმინისტრაცია ცდილობს ეს პროცესი გაახანგრძლიოს ნოემბრის შუალედური არჩევნების ვადის შემდეგ. და ამის შემდეგ პრეზიდენტი უფრო თავისუფალი იქნება, მას ექნება თავისუფალი ხელები, რომ დაასრულოს ეს. არ ფიქრობ, რომ ირანელები იმდენად სულელები არიან, რომ დაელოდონ ამის მოხდენას. ისინი დაიწყებენ კონფლიქტს დონალდ ტრამპთან მანამდე, რათა ბენზინის ფასები შეერთებულ შტატებში კვლავ გაიზარდოს და დემოკრატებს მისცენ დიდი შანსი მოიგონ ეს შუალედური არჩევნები ან უკეთესი შანსი. ჩვენ არ ვიცით, აიდაც ნამდვილად ვიცით, კარგი? რაც ვიცით არის ის, რომ ეს შეთანხმება ლიბანთან აღიარებს ისრაელის თავდაცვის ძალების ყოფნას ქვეყნის სამხრეთ ნაწილში და არ მოითხოვს მათ გასვლას. აღიარებულია როგორც ესეთი. კრაულის საერთოდ არ არის ტოპში. ხო. ეს უბრალოდ შესანიშნავია. არა, ეს უზარმაზარი მიღწევაა და აღიარებს, რომ გვაქვს უფლება და ვალდებულება დავიცვათ თავი ჰეზბოლასგან და მოუწოდებს, იცი იმედია, ის მოუწოდებს ჰეზბოლას განიარაღებისკენ. ეხლა ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ დღის ბოლოს ბეირუთისკენ გზა თეირანსა და ისლამაბადზე და დოჰაზე გადის. რადგან ლიბანისთვის რეალური გადაწყვეტა არასდროს არსებობს თუ ირანის საფრთხეს როგორმე არ მოაგვარებ. რადგან შეერთებული შტატები ლიბანში ჯარებს არ შეიყვანს, რათა ჰეზბოლას განიარაღება აიძუოს, ისრაელი ამას არ გააკეთებს. მე იმდენად ასაყოვანი ვარ, 1982 წელს ბეირუთის ბრძოლაში ვიყავი. ვამბობდი, რომ პირველი ჯარისკაცი ვიყავი, ვინც 1982 წელს ბეირუთში შევიდა. იმ ქალაქს იქ რა უნდა. და ეს ჩვენთვის კარგად არ დასრულდა. ესე რომ ჩვენ არ ვაპირებთ ლიბანის მთლიანად ხელახლა ოკუპაციას. და ლიბანის სახელმწიფო და ლიბანის არმია ამ მომენტში უნაროა ჰეზბოლას განაიარავო. ასე რომ ქავალზე ყველაფერი კარგად ჩანს, კარგია რომ სამხრეთ ლიბანში ჩვენი ყოფნა ავიარებულია, მაგრამ ბრძოლა გაგრძელდება. ეს რაც შეეხება ირანსა და ლიბანს, სანამ შემდეგ ნაწილზე გადავალ, მინდა მოკლე პასუხი თუ შეიძლება. რა უნდა გააკეთოს ისრაელმა ეხლა, რომ კიდევ უფრო არ გააფუჭოს ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან? იცი, ებრაულად არის ტერმინი პია ხახამ ალ პია ცოდეკ. იკავი ჭკვიანი და არა უბრალოდ მართალი. აბა რა არის ეხლა ჭკვიანური ნაბიჯი ისრაელისთვის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებში? ამ ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უბრალოდ უნდა, იცი, თავი შეიკავონ. თავი შეიკავონ და ნახონ რა გამოვა. მე კიდევ ერთხელ ვიტყოდი, რომ ძალიან დაბალი ალბათობაა იმისა, რომ ამ მემორანდუმიდან რაიმე გამოვიდეს. და იცი უბრალოდ მგონი გუშინ მისტერ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი დოხაში ჩავიდნენ, რომ ირანელებს შეხვედროდნენ, მაგრამ ირანელებმა მათთან შეხვედრა არ ისურვეს. კარგი, ეს ყველაფერი კარგია ისრაელის სახელმწიფოსთვის. ასეა, მაგრამ ჩვენ ეს არ უნდა ვთქვათ. ჩვენ უბრალოდ იცი ამას ჩუმად ვაკეთებთ და ვაგრძელებთ ჩვენი სუვერენიტეტისა და ვალდებულების დაცვას ჩრდილოეთში, მაქსიმალურად ვიცავთ ჩრდილოეთს და ვემზადებით შემდეგი რაუნდისთვის. ჩვენ გქონდა იმედი თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისში, რომ ისრაელის ტრადიციულ კურსში ფუნდამენტური ცვლილება მოხდებოდა. ანუ იმაში, რომ ომიდან ომამდე მივდივართ. ზოგიერთ ეს ვარწმუნებს, რომ ჩვენთან მშვიდობა დაამყაროს, ზოგჯერ ვერა. და ამ ომებს შორის ჩვენ ვითარდებით როგორც ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ერი, ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ეროვნული სახელმწიფო მსოფლიოში. ეს იყო ჩვენი საქმე. ვიფიქრე იქნებოდა ამის შეიცვლებოდა და რეგიონში ნამდვილი მშვიდობა გვექნებოდა. ისრაელი, ლიბანი, ისრაელი, სირია, ისრაელი, საუდის არაბეთი, იქნება ისრაელი და ირანიც კი და აღდგენილი ფაქს ამერიკანა, რომელიც გავრცელდებოდა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებიდან განგის ნაპირებამდე. მართლა ეს იყო ხედვა. კარგი ეს აღარ გვექნება. შეიძლება ძველ გაზონის თიბვის ტაქტიკას დაუბრუნდეთ, მაგრამ ამისთვის უნდა მოემზადოთ. და ამისთვის უნდა მოემზადოთ ისეთ სიტუაციაში, როდესაც შეერთებული შტატები შეიძლება არ შემოგვიერთდეს, და ალბათ არ შემოგვიერთდება და კიდევ ერთხელ როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ ვერ დავერხდნობით შეერთებულ შტატებს. ამიტომ უნდა გავამრავალფეროვნოთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის პორტფელი, ინდოეთი. უნდა მივაღწიოთ საბრძოლო მასალების მაქსიმალურ დამოუკიდებლობას და არ ვიყოთ დამოუკიდებული არც ერთ ქვეყანაზე. უნდა გადავეჩვიოთ ამერიკულ სამხედრო დახმარებას და დამოუკიდებლობას, რის მხარდამჭერიც დიდი ხანია ვარ უკვე წლებია. ამიტომ ბევრი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი, რომ შემდეგ ეტაპისთვის მოვემზადოთ. კარგი, ნუ ვიჯდებით უსაქმოდ და მოვემზადოთ. მინდა გადავალ გადაცემის ბოლო ნაწილზე. ეს არის სწრაფი კითხვების სეგმენტი. სამ სურათს გაჩვენებთ და თქვენ მითხარით, რა პირველი აზრი გაგიჩნდებათ. ეს არის პირველი სურათი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. ძალიან კარგი ბიჭია, ბევრ პროექტზე ერთად ვიმუშავეთ, ვფიქრობ, მას პრეზიდენტობის პოტენციალი აქვს. და ვფიქრობ, მას დიდი მხარდაჭერა ექნება, როგორც რესპუბლიკური პარტიის შიგნით, ასევე ამერიკელი ებრაელების საზოგადოებაში.
და ის ლათინოამერიკელია. შეიძლება ის იყოს ამერიკის პირველი ლათინოამერიკელი პრეზიდენტი. კარგი, ჯერ კიდევ არის დრო სანამ ეს მოხდება, მაგრამ საინტერესოა. გადავიდეთ შემდეგ სურათზე. ეს არის ყატარის ემირი, შეიხი თამიმ ბინ ჰამად ალ-თანი. რაღაც მომენტში ყატარს აუცილებლად მოუწევს პასუხისგები. რომ ის ორივე მხარეს თამაშობს შუამავლობის როლში, ასევე როგორც პრეზიდენტ ტრამპისთვის უზარმაზარი თვითმფრინავების მაჩუქებელი, მეორე მხრივ ის ტერორიზმის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია. ეს არის ქვეყანა, რომელმაც ათეულობით მილიარდი დოლარი დახარჯა იმაზე, რომ შეერთებული შტატები ისრაელის წინააღმდეგ განეწყო და ახალგაზრდა ამერიკელები საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. და ეს არის საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი. იცით, მე ვიყავი, შეიძლება ითქვას, ცოტა იმედგაცრუებული ვიყავი. იცით, ომის წინა დღეს, ეს იყო ოქტომბერში 2023 წლის 1 ოქტომბერს, საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის მშვიდობის შეთანხმების შანსები საკმაოდ რეალური იყო. მან Fox News უთხრა, ყოველდღე უფრო უახლოვდებით. და ვიცი, ჩემი კონტაქტებიდან ვაშინგტონში, რომ ეს ძალიან რეალური იყო. ისინი ფიქრობდნენ, რომ ნებისმიერ მომენტში შეგვეძლო ამ შეთანხმების ხელმოწერა. იყო კითხვა პალესტინის სახელმწიფოსკენ მიმავალი გზის განხილვაზე და მე ყოველთვის უჭერდი მხარს იმას, რასაც ჩვენ P სიტყვას უწოდებთ. გზა არის რაღაც, რაც ხრეშითაა დაფარული, ის აუცილებლად არ ნიშნავს, რომ სადმე მიდის. ისინი სულები არ არიან, მათ იციან, რომ ჰამასის მმართველობის ქვეშ პალესტინის სახელმწიფო ყურის ქვეყნების ნახევარს ჩამოაქცევს. და ისინი მზად იყვნენ ამ შეთანხმების მისაზარებად. და შემდეგ 7 ოქტომბერს აბრაამის შეთანხმებები გამტკიცდა რწმენით ამერიკული ძალისა და ამერიკული მტკიცე პოზიციისა და ამ ძალის გამოვლენის მზადყოფნის მიმართ. ფიქრობ, ეხლა სერიოზული ეჭვები არსებობს ამერიკის მზადყოფნაზე, გრძელვადიან პერსპექტივაში ძალა გამოავლინოს. და არ ფიქრობ, რომ ეხლა რაიმე დიდი შანსი არსებობს, რომ საუდელები ამ შეთანხმებებს შეუერთდნენ. სინამდვილეში ძალიან გამიკვირდება თუ ეხლა საუდელები რიგში არ დადგებიან ირანთან მშვიდობის დასამყარებლად. კი, ნამდვილად მოგვიწევს დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ აქ უნდა დავასრულოთ. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ელჩო მაიკლ ორენ, რომ შემომიერთდით ამაღამ. შემოგვიერთით მომავალ კვირასაც გადაცემაში On The Record. დღევანდელ ეპიზოდს და ყველა წინა გადაცემას შეგიძლიათ იხილოთ YouTube-ზე და Spotify-ზე. მადლობა ყურებისთვის.